მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ მოკლე საჯარო გაშლა თემაზე, გამოვა თუ არა კონტაქტზე თქვენთან თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. მოდით ვნახოთ, გამოვა თუ არა კონტაქტზე მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში. ახლავე დავარიგებ ვარიანტებს, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი პიროვნება, არ არის საუცილებელი რომანტიული ასპექტით იყოს ვინმე და მოდით ვნახოთ აბა, გამოვა თუ არა კონტაქტზე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მომდევნო 1 თვის განმავლობაში. გამოვა თუ არა პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. ქვებსაც ახლავე დავამატებთ, პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და უბრალოდ მეორე ვარიანტი და მესამე ვარიანტი. არჩიეთ სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ, თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ კიდევაც. გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ საჯარო გაშლები უფასოა, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს პოსტი, მოიწონეთ ეს ვიდეო. და ვფიქრობ, უკვე გააკეთებდით თქვენს არჩევანს, ვინც არა ისინი ვაპაუზებთ და დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან. თქვენთან რა ხდება აბა, გამოვა თუ არა კონტაქტზე? აქ ამოვიდა სიგნიფიკატორად არკანი ქურუმი ქალი. თითქოს თქვენ ქვეცნობიერულ ინტუიციურ დონეზე ისედაც მშვენივრად იცით პასუხი ამ შეკითხვაზე. მაქვს გარკვეული ვარაუდები, მაგრამ მინდა რომ არკანები დავამატო. გამოვა თუ არა კონტაქტზე პირველი ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება 1 თვის განმავლობაში მათთან. ნახეთ, აქ როგორც სიუჟეტს ვხედავ. ძალიან ბევრ თქვენგანთან რეზონირდება როგორც კომუნიკაცია, ანუ კონტაქტზე გამოსვლა იქნება, მაგრამ თვითონ ურთიერთობის აღდგენა თუ გსურთ ამ ადამიანთან, ძალიან დიდი ალბათობით ურთიერთობის აღდგენა როგორც ასეთი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ იქნება. ძალიან დიდი შანსია ადამიანი გამოვიდეს კონტაქტზე და თქვენთან გარკვეული მოლაპარაკება, საუბარი შედგეს თქვენ შორის უпростоრად, მაგრამ შეხედეთ, გარკვეულ ემოციურ კრიზისსაც ვხედავ. ძალიან დიდი ალბათობით ნამდვილად გამოვა პირველი ვარიანტი, ჩაფიქრებული პიროვნება თქვენთან კონტაქტზე, მაგრამ ნახეთ, უმეტესობასთან კი ბატონო რეზონირდება როგორც გამოვა 1 თვის განმავლობაში, ანუ მაქსიმალური ვადა, როგორც დავთქვით ამ საჯარო გაშლაში, მაგრამ ერთეულებთან რეზონირდება როგორც 2 თვეზე გაწელილი სიტუაცია, ანუ მაგალითად ამ 1 თვის განმავლობაში არ გამოვა ადამიანი კონტაქტზე, მაგრამ გამოვა შემდგომ, ხო? მაგრამ კონტაქტზე გამოსვლა აქ ადამიანისგან ნამდვილად ჩანს. და ჩანს საუბარიც და უბრალოდ აქ რომ შევაჯამოთ, ყველასთვის გასაგები რომ იყოს სიტუაცია, ურთიერთობის აღდგენა, ანუ მაგალითად თუ თქვენ ჩაიფიქრეთ ყოფილი პარტნიორი, ძალიან დიდი ალბათობით ისევ ერთად არ იქნებით. კარგით, გადავიდეთ მეორე ვარიანტზე, თქვენთან რა ხდება? კვერთხების ცხრიანი, აქ ადამიანს ნამდვილად არ უნდა თქვენზე ფიქრი, პირდაპირ გეუბნებით, რაღაც თავის საქმეებში არის, რაღაცნაირად არც უნდა არავისთან კონტაქტზე საუბარი, არც უნდა თქვენი გახსენება და თქვენთან დაკავშირებულ სიტუაციებზე ფიქრიც კი. სრულიად სხვა სტიქიებში არის, სრულიად სხვა ვითარებებში არის, თავის რაღაცეებზე ფიქრობს მაქსიმალურად. დავამატოთ არკანები. გამოვა თუ არა კონტაქტზე მეორე ვარიანტის ჩაფიქრებული პიროვნება აბა. ადამიანი ძალიან გულგატეხილია არის, მინდა გითხრათ და ძალიან ნაწყენი. თითქოს ადამიანს კონკრეტულმა თქვენმა სიტყვებმა აწყენინა ძალიან და გარდა ამისა თulis რომ ეს ურთიერთობა უკვე დასრულდა, ამ ურთიერთობას საერთოდ აღარანაირი გზა აღარ გააჩნია და თulis რომ ეს ურთიერთობა უბრალოდ აღარ აღდგება და საერთოდ ვერ ხედავს აზრს იმაში, რომ გამოვიდეს კონტაქტზე, ამიტომაც მეორე ვარიანტი ძალიან დაბალი შანსი არის იმისა, რომ კონტაქტზე გამოვიდეს ადამიანი. შესაძლოა ახლა დავუშვათ მეორე ვარიანტი, თუ 1000-მა კაცმა ჩაიფიქრა, 1000-მა ადამიანმა,
მაქსიმუმ 2 ან 3 პიროვნებასთან რეზონირდეს ისე, რომ გამოვიდეს კონტაქტზე, მაგრამ დიდი ალბათობით არ გამოვა. არ გამოვა სამწუხაროდ მეორე ვარიანტი, ან გამოვა წლების შემდგომ, იმიტომ რომ ურთიერთობა სჭირდება ძალიან მძლავრი ტრანსფორმაცია იმისათვის, რომ რაღაც მაინც აღდგეს თქვენს შორის. სულ ეს არის მეორე ვარიანტი და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. თქვენთან რა ხდება? ჩამოკიდებული კაცის არკანი. აქ აშკარად ხედავ იმას, რომ ეგოს თამაშები მიმდინარეობს თქვენ შორის. თითქოს ორივენი ასე თუ ისე თავს იფასებთ. აქ მოდის ასეთი თავის დაფასება, რომელიც ერთი ადამიანისგან სამართლიანია, მეორესგან არასამართლიანი, ხან სამართლიანია, ხან არა ისიც. რაღაც ასეთი ეგოს თამაშები, მუდმივი როლების შეცვლა ერთმანეთში, თითქოს ერთ კონკრეტულ წრეზე დადის ურთიერთობა. კარგით, ვნახოთ აბა გამოვა თუ არა მესამე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებული პიროვნება მათთან კონტაქტზე მაქსიმუმ 1 თვის განმავლობაში. ნახოთ აბა. აქ თქვენს ხელში არის ყველაფერი პირდაპირ გეუბნებით. მაქსიმალურად თქვენს ხელში არის მთელი სიტუაცია, მეცაც ვიტყვი, თუ თქვენ ძალიან გინდათ ამ ადამიანთან კომუნიკაცია, თქვენ თავადაც შეგიძლიათ თამამად გახვიდეთ მასთან კონტაქტზე. ნამდვილად ვერ ხედავ ამაში პრობლემას. რა თქმა უნდა, თუ რაღაც ისეთი გააკეთა ადამიანი უპატიებელი, სადაც თქვენი მხრიდან თავის დამცირება იქნება კონტაქტზე გამოსვლა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არ გახვიდეთ კონტაქტზე, იმიტომ რომ თვითონაც მშვენივრად მობრძანდება. მესამე ვარიანტი, თქვენთან ადამიანი გამოვა კონტაქტზე ნამდვილად და თანაც ამასთან ერთად ვიტყოდი იმას, რომ თქვენი ურთიერთობა ძალიან კარმული არის და იცით, კარმული ურთიერთობა ძალიან ისეთი მცნება არის, გადმოტრიალებული, თანამედროვე ბრჭყალებში ეზოთერიკოსებმაც, რასაც ქვია, შეუცვალეს ამ სიტყვებს მნიშვნელობა, მაგრამ კარმული ურთიერთობა კონკრეტულად თქვენს შემთხვევაში ნიშნავს იმას, რომ აქ ორივე თქვენგანი ძალიან ბევრ გაკვეთილს გადიხართ. ორივე თქვენგანი ხართ ერთმანეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მასწავლებლები, ფაქტობრივად შეუცვლელი მასწავლებლები, ანუ ვერც თქვენთვის ვერ შეცვლის სხვა ადამიანი და ვერც მისთვის ვერ შეცვლის სხვა ადამიანი ერთმანეთს, ხო? ამიტომაც აქ ძალიან ბევრი რაღაც კიდევ არის სასწავლი და სასწავლი. გავიმეორებ, რომ ძალიან ბევრ თქვენგანთან ჩანს ისიც, რომ თქვენ თავადაც შეგიძლიათ მშვენივრად გახვიდეთ კონტაქტზე, თუ ამის სურვილი და საშუალება გაქვთ, თუ დაუშვათ აქ რაღაც ერთმანეთის დაბლოკები და რაღაცეები არ არის, იმიტომ რომ ზოგთან აქ ხედავ ნამდვილად არის. მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით კი ბატონო თვითონ გამოვა აუცილებლად კონტაქტზე. 1 თვის განმავლობაში ადამიანი გამოვა კონტაქტზე. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ გისურვებთ წარმატებებს, ნახვამდის და ბედნიერი დრო.